მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კომენტარის გაკეთება რთულია, ამ კონკრეტულ გამონათქვამზე გამომდინარე იქიდან, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის მთავარი მიზანი ხომ არის, რომ იზრუნოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და რაც არის ქვეყნის გაცხადებული საგარეო პრიორიტეტები იმის განხორციელებაში. ხო, ჩვენ შემთხვევაში ეს იყო ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია და ასევე გამომდინარე იმ კონკრეტული ქვეყნიდან. თუ საუბრობთ გერმანიაზე, ეს იყო ქართულ-გერმანული ორმხრივი ურთიერთობების უმაღლეს დონეზე აყვანა და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება, ხომ? ამ ბოლო პერიოდში მათი მავნებლური ნაბიჯებით ვნახეთ, რომ მთლიანად ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან, ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა, თუ არ ჩავთვლით, რამოდენიმეს, რომლებიც ორ ქვეყანას, რომელიც ამ თანხვედრაში არის, მათ რიტორიკასთან გაჩერებულია ყველანაირი ორმაგი ურთიერთობა. ევროკავშირში ინტეგრაციას რაც შეეხება ამაში, როგორც თვითონ ბრუსელმა, ასევე წამყვანმა წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, იქამდე სანამ საქართველოს არ ეყოლება პროდასავლური, პროდემოკრატიული მართველი ძალა და განახორციელებს ამ დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდაციას, ხო? აქედან გამომდინარე, ლოგიკურია იმის თქმა, რომ ამ ქვეყანაში არსებული ეს დიპლომატიური წარმომადგენლობება, რა ფუნქცია უნდა განახორციელონ, ხო? რა თქმა უნდა, არიან ჩვენნაირი და ჩვენზე უფრო კიდე დამძიმებული, ეგრეთ წოდებული ავტოკრატიული მმართველობის ქვეყნები, რომლებსაც რა თქმა უნდა აქვთ ტექნიკური ურთიერთობა ამ ევროპულ ქვეყნებს, მაგრამ ეს ყველა ცალკეული ქვეყნის გადასაწყვეტია, მათ თავიანთი მნიშვნელობა აქვთ და სხვა რაღაცებს თავაზობენ, ეს ტექნიკური ურთიერთობა და პოლიტიკური ურთიერთობა მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიზანი და ამოცანები ხომ განსხვავებული იყო. აქედან გამომდინარე ის არის, რომ ფაქტიურად უფუნქციოდ დარჩა ჩვენი დიპლომატიური მისიები ყოველ შემთხვევაში წამყვან ევროპულ ქვეყნებში. არის თუ არა ეს პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევა, ბატონო ელგუჯია, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ყველა იმისთვის, რომ საქართველოს წინ წაიწიოს დასავლეთთან ურთიერთობაში ევროინტეგრაციის გზაზე. ეს პირდაპირ ჯერჯერობით ამის გაუქმების არც თავიანთი დათვლებით მიღებული პარლამენტის შედეგად შეუძლიათ მათ. არ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მათი იმიტაცებული არჩევნების შედეგებითაც. ამიტომ უმოქმედოდ ყოფნა პოლიტიკური დავალება, რაც მიღებული აქვთ ელჩებს. საჯაროდ შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ პოლიტიკურ დავალებად, რომ თქვენ არაფერი არ უნდა აკეთოთ. უბრალოდ უნდა იყოთ ჩუმად. ეს დიპლომატიის მისიასთან რამენაირად თანხვედრაში მოდის? ჩუმად ყოფნა. ჩვენ ხომ ამისთვის ბიუჯეტიდან სახსრებს ვიღებთ, რომ ეს ხალხი წარმოგვადგენდეს ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებში, ხო? მეცად გეტყვით, მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევა ის მიღმა, ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, ხომ? ჩვენ ხედავთ, რომ ფაქტურად დღეს ჩვენი აგრესორი ქვეყნის რუსეთის მიზანი რა არის? რომ შეასუსტოს ევროკავშირი, ნატო, დაარღვევს ეს დასავლური დემოკრატიული ერთიანობა და რაღაცნაირად შექმნას ეს ბუფერული ზონები ამ გავლენის სფეროში. ამისთვის იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს, მათ შორის ეს არის პირდაპირ ჩართვა პროცესებში, რომელიც გულისხმობს პრორუსული მთავრობების ხარდაჭერა, დაფინანსება, პოლიტიკური ძალებების გაძლიერება და არაპირდაპირად ეს არის ამ დეზინფორმაციის მეთოდების და ინსტრუმენტების გადაცემა, ხო? და ჩვენ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ეგრეთ წოდებული ეს მმართველი ძალა ფაქტიურად თვითონ იქცა ამ რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად ქვეყნის მოსახლეობის და ინტერესების წინააღმდეგ, ხომ? დასავლურ ქვეყნებში სახელმწიფოები იმაზე მაინც ზრუნავენ, რომ რაღაცნაირად ეს რუსეთთან მომდინარე ჰიბრიდული ომის რაღაცნაირად შეაჩერონ, ხომ? ეს შეეხება სოციალურ
მედიის მანიპულაციას, ინფორმაციის ნაკადების კონტროლი. აქ ჩვენთან პირიქით არის და ანუ გარემტრის შექმნაც ერთ-ერთი კომპონენტია ამ მეთოდის. ხო და ჩვენთან გარემტერი იქმნება ჩვენი ევროპის და ჩვენი დასავლური პარტნიორების სახით, ხო? ანუ უცხოეთიდან დაფინანსებულები ვინც არიან და ეს უცხოეთი არის ამ შემთხვევაში ევროპა, ანუ ეს არის გარემტერი და ნუ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია თქვენ ნახავდით დღეს გამოქვეყნდა ანუ პირველი 3 თვის აი ესეთ ციფრულის ან Facebook-ზე ანუ მედია ხო კონტროლირებადი მედია ხო ერთი არხია ამ დეзинფორმაციის და პროპაგანდის გავრცელების და ანუ სოციალურ ქსელშიც ნახეთ ხომ ანუ დაახლოებით $280,000-მდე არის გადახდილი ხოლო 7 ეს არის ეგრეთ წოდებული მთავრობა, პირი, ასევე ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე და პოსტივი, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც ესეთი რუსული FSB-ს წარმომადგენლობა ყავს ქვეყანაში, ხო? ამ ფულს იხდიან იმაში, რომ ეს ანტიდასავლური და ანტიევროპული ის ანუ გავრცელონ ეს სენტიმენტები, ხო? და თქვენ გინახიათ, რომ დღეს როცა ქვეყანაში არის ესეთი კრიზისი, ხომ? ან ფული იხარჯებოდეს იმაში, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდეს, ხომ? ანუ დაწყებული და პოზიციონირებას აკეთებენ, რომ იცავენ ტრადიციულ ღირებულებებს, რაღაც ქრისტიანულ ოჯახის და ასე შემდეგ, რომელ ოჯახს ამათ ხომ არანაირი, ანუ ბავშვების სიღარიბე ქვეყანაში არის კატასტროფულ დონეზე, ხომ? აი დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, ყოველი მესამე ბავშვი არის სოციალური შემწეობის მიმღები. ანუ ოჯახის ფასეულობებს როგორ იცავენ, როდესაც ღირსეული სამუშაო ის პირობები არ აქვს და დაახლოებით 30% ქვეყანაში აცხადებს, რომ სიღარიბის მიღმა არ ზღურის მიღმა არის და საჭიროებს დახმარებას, ხომ? ანუ ეს ხომ შესაბამისად მათ ჭირდებათ რაღაცაზე დგომა, ბატონო ელგუჯა და ეს არის პროპაგანდა, ძალაუფლების შენარჩუნება, მაშინ როცა შენი ხედვები არ ემთხვევა არც საგარეო და არც საშინაო მიმართულებაში ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, მოქალაქეების უმრავლესობისას, მერე იტაცებ არჩევნებს და ცდილობ მის შენარჩუნებას, ერთადერთი რაზეც გახარ არის ტყუილი. ტყუილი ვრცელდება პროპაგანდის საშუალებით, მაგრამ პასუხად ისინი იღებენ არა მარტო პერსონალურ სანქციებს, მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, არამედ არა მარტო პერსონალურ, არამედ ქვეყნის ზიანსაც ვიღებთ ჩვენ სამწუხაროდ, რაც არ უნდა ცდილობდნენ დასავლური ლიდერები ეს გამიჯნონ ერთმანეთსგან და ნაკლები ზიანი შეხვდეს მოქალაქეს. აი მაგალითად გერმანიის ახალი სამთავრობო კოალიციის შეთანხმებაში ვიცით რომ საქართველოსაც არის ჩანაწერი და იქ პირდაპირ წერია საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა ევროკავშირზეა საუბარი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს, წერია ასე. შესაბამისად, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებაშია, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა არ ექნება. ეს არის გერმანიის პოზიცია. პირდაპირ. იკითხება ეს ასე. ეს მარტო გერმანიის პოზიცია არ არის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ევროკავშირის ერთიანი პოზიცია და ანუ მთლიანად ამ დასავლური სამყაროზე, ანუ სანამ გვეყოლება ეს კლეპტოკრატიული, ავტორიტარული მმართველობა ქვეყანაში, მანამდე არანაირი სივრცე არ არსებობს, რომ ამ ქვეყანას რამე შანსი გაუჩნდეს, რომ გახდეს ამ ევროპული კეთილდღეობის ნაწილი ქვეყანაში. და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ როდესაც ახლა დღეს არის ესეთი, მოდი ესე ვთქვათ, ძალიან турბულენტური საერთაშორისო დინამიკა და არის როგორც საფრთხეები, არის ასევე შანსიც, აი ასეთ დროს ყავს დე ფაქტო ავტორიტარული მმართველობა, რომლის მთავარი მიზანი არის მათი საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნება და ქვეყნის ინტერესები არაფრად არ მიაჩნიათ, ხომ? აქედან გამომდინარე, გერმანიის პოზიციაც ეს არის, ბრუსელის პოზიციაც ეს არის და თქვენ ჩამოთვალეთ, რომ დაახლოებით 200 ადამიანია, ვინც ამ სანქციების რეჟიმს დაექვემდებარება, ხომ? ეს რა თქმა უნდა პერსონალური სანქციებია, მაგრამ ეს ქვეყნისთვისაც დიდი ზიანის მომტანია, ანუ როდესაც ამ ქვეყანას დაჭირდება და
და დაიწყებს ნაბიჯების გადადგმას ამ ევროინტეგრაციისკენ და დემოკრატიისკენ და ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დაჭირდება რომ მივიდეს იგივე ნიშნულს და ობრუნდეს რაც მაგალითად ვიყავით 2 წლის უკან როდესაც მოგვეცა შანსი და ოფიციალურად გაიხსნეს და მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი ხო ჩვენ მოლდოვაზე ვნახეთ რომ დაახლოებით 1,8 და სულ 2 დღის უკან შედგა კიდევ ერთხელ რომ ტარგეტირებული პროგრამები ხდება რომ როგორ მოხდეს მოლდოვას ეკონომიკის ტრანსფორმაცია და ახლობა ევროკავშირთან უფრო მეტი სიკეთე რომ მიიღონ ამ 400 მილიონიანი მოსახლეობის ბაზისგან სიტყობდნენ დასავლეთისგან ეს რა არისო 6 მილიარდიო გუშინ კალაზე ამბობდა მარტო თანხას არა ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ვნახეთ ხომ რომ თავისუფალი ვაჭრობა და ევროპაში წევრობა ისა ზიანის მომტანია ხო ესეთი მსგავსი განცხადებაც იყო რომ იმიტომ რომ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გვაქვს რომელიღაც შუა აზიის ქვეყნებთან და ამის გაუქმება მოგვიწევს ხო ესაც ხო ტიპიური კლასიკური დეზინფორმაცია ახალგაზრდებს შორისაც ტოლობის ნიშანი დასვა შესაბამისად არ მგონია ეს არის ხო მაგიტომ ვიძახე ეს არის პირიქით რომ ჩვენ სისტემურად სახელმწიფოს კონდეს ინსტიტუტები რომლებიც აი ამ ჰიბრიდულ ომის გაუწევენ წინააღმდეგობას რომ არ მოხდეს გავრცელება ხო მოსახლეობის და დაბნება ჩვენი მოქალაქეების მაგიტომ ვიძახე რომ თვითონ ეს მართველი ძალა გადაიქცა ამ ინსტრუმენტად კი ბატონო თქვენ გეწერათ სხვა შორის ერთი მაგალითი გერმანიას ახსენებენ ხშირად როცა მათი პოლიტიკა რა არის ხომ რაზედ განან არ ვართ სუდებიო ვერ ამბობენ ადამიანის უფლებებს არ ვარღვევთო ვერ ამბობენ ადამიანებს არ ვცემთო არ ვზღუდავთო მოკლედ მაგრამ ამბობენ რომ ეს ევროპაშიც ხდება თქვენ გქონდათ განხილული გერმანიის მაგალითი რატომ ტყუის აქ ხელისუფლება თვითმარქვია თუნდაც ეს მაგალითი რომ განვიხილოთ უფრო საჯარო აუდიტორიისთვის ეს არის ერთ-ერთი მეთოდია ხო ამ რუსული დეზინფორმაციის ეს ამის მიზანი არის ამ თვითონ ამ დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობის შემცირება რომ აი ყველგან იგივე ხდება რელატივირება ხდება და ეს ნახევარი სიმართლით შედარება ხომ გერმანიაში ფაქტობრივად ბერლინში რაც მოხდა ეს იყო ერთ პალესტინელი ინფლუენსერი რომელმაც ახალი წლის ღამეს ეს შაშხანა მიზანმიმართულად ერთ-ერთ საცხოვრებელოდ სახლში ფანჯარაში შეაგდო. შემდეგ იყო სასამართლო იქ გარკვეული რაღაც ის იყო თვითონ დაცვის მხარეს შორის ამას არ აქვს არცთვივითი მნიშვნელობა, მაგრამ გამოიტანეს განაჩენი, ხო? იმას აი ამ ერთ შემთხვევას რომ არანაირი შემხებლობა არა აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესთან, რაც თქვენ უკვე თქვით, ხომ? ფაქტურად კონსტიტუციის დარღვევაა, სადაც გვიწერია, რომ ყველა მთავრობა მაქსიმალურად უნდა გააკეთოს ევროინტეგრაციისთვის, ხო? ევროინტეგრაცია ფაქტურად ოფიციალურად დაგვიანონსეს, რომ გაჩერდა და შემდეგ უკვე საკუთარ მოქალაქეებზე იძალადეს და ქვეყანაში ინსტიტუტი არ დატოვეს, რომელიც პოლიტიკურ მმართველობას არ დაუქვემდებარეს, მთლიანად გააუქმეს ინსტიტუციური წყობა ქვეყანაში, ხო? მიიტაცეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. და აი ამის ერთ სიბრტყეში დაყენება, ხო, ეს არის მაგიტომ ეცადე რომ ამეხსნა და ძალიან საჭიროა მიუხედავად იმისა, რომ როგორც ძალიან ცხადი უნდა იყოს, რომ გამხელა დიდი ნიაღვარია ამ იმის, რა ქვია, ტყუილის და სისულელის, მაინც ვთვლი რომ ძალიან საჭიროა ეს განმარტება, რომ ჩვენ მოსახლეობასაც თუნდაც მხარდამჭერებსაც მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ რამდენად დიდი მადლობა.